დანელ რომელი MacBook-ი ვიყიდოთ? აი სულ ეს კითხვა მიდის და თუ ვერ ერკვევის სწორ MacBook-ს ვერ იყიდით. იმიტომ რომ არ წესიერად წერია Apple-ის საიტზე, როგორღანაირად და დავიწყოთ ახლა თავიდან. ჯერ იყო i5, i7-ები, რომელიც სული ჩავარდნა იყო i9-ს, იმიტომ რომ ყველაფერზე ცხელდებოდა, საშინელება რა და მაგ თაობას შევეშვათ. 6 წლის უკან უშვებს Apple M1-ს. ყველაზე მაგარ ლეპტოპს, რომელმაც საოცრებები მოახდინა, დღემდე ხალხს არ შეუცვლილა, იმიტომ ყველაფერი აქვს მაგარი. პროცესორი მაგარი არ ცხელდება, სარენდეროდ, სამონტაჟოდ, ყველაფერისთვის მაგარია და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეხლა რა მინდა კიდევ თქვა, რომ როიძახიანო Apple-მა განარაქნა წლიდან წლამდე M3-ის მერე უკვე M1 ხო მაგარი იყო, M2, M3 არა და სულ წინ გადადგმული ნაბიჯია. უშვებს M2-ს და ვერსად ოფიციალურ საიტზე ვერ ნახავ წესიერად და რა ხდება ეხლა? თუ ყიდულობ M2-ს 256 გიგაბაიტიან SSD-თ, არის M1-ზე ნელი, იმიტომ რომ აქ ერთკანალიანი SSD, M1-ს უყენია ორკანალიანი, ანუ ცოტა ისე ვაუხსნა, ანუ RAID-ში მუშაობს, ორი SSD-ა, რომელიც არის გაერთიანებული და გაძლევს უფრო დიდ სიჩქარეს. Windows-ზე შეგიძლია RAID-ი აწყო. ხო და ამიტომ თუ არ იყიდე 512-იანი M2 ჩათვალე, რომ M2 M1-ზე ცუდია. ძალიან ნელია და საშინელება. მერე უშვებს M3-ს. და M3-ს უშვებს იჩქარა, იმიტომ რომ უნდოდა, რომ ბაზარზე ყოფილიყო პირველი, რომელმაც აწარმოა 3 ნანომეტრიანი ჩიპი. რეალობაში 3 ნანომეტრიანი ჩიპი არ არის, სადღაც 3.5-ია. M2-ს ჯობია, მაგრამ გრაფიკას არ ვიცი რა დაემართა და რაღაც მომენტში M2 ჯობია გრაფიკი და M2 და M3 ძალიან ჩაუვარდა. და თვლი რომ ყველაზე დიდი ჩავარდნა M2, M3 იყო, M1 საოცარი იყო და გადავდივართ M4-ს. M4-დან Apple უკვე ძალიან წინ მიდის, სრული 3 ნანომეტრიანი ჩიპი გამოდის და საოცრებები მოახდინა. ისეთი მაგარი იყო M4, ისეთი მაგარი. 30% გრაფიკა ჯობდა. ასევე პროცესორი საოცარი, საერთოდ ხო არ ცხელდება. ელემენტი, რაც შეეხება, სიტყვაზე ვთქვათ, ტელეფონებს ხო იძახენ, Samsung-ი ჯობია, ის ჯობია, ხო? Apple-ს ელემენტით არც ერთი ლეპტოპი არ ჯობია Windows. სრული 24 საათი ყოფნის ვიდეოს ყურება. ლეპტოპს, რომელსაც 5 დღეში, 6 დღეში ერთხელ ტენი. ასევე ელემენტის ციკლი არ ფუჭდება არასოდეს, 200 ჯერ, 300 ჯერ დატენილი, 1000 ჯერ დატენილი მაინც იდეალურად მუშაობს. ასევე ხო აქ მაგას M4 Pro Max-ი, ანუ Pro და Max-ი ხა ვის ჭირდება, უფრო თუ რამე ისეთ ამონტაჟებ, მე მაგალითად არ მჭირდება. კიდე რა ხდება, როდესაც Pro და Max-ი გაქვს, იმდენად ძლიერია, Max-ები ზოგი არის 96 ბირთვიანები და ელემენტი უფრო ნაკლებ ხანს ყოფნის. ანუ ჩემნაირი ადამიანის და თქვენაირი ადამიანის, ვისაც გინდათ პატარ-პატარა მონტაჟები, თუ რამე საოცარს არაკეთებ 3D-ში და ასე შემდეგ, ყოფნით ჩვეულებრივი M4-იც და M5, ანუ Pro-ები და Max-ები არ გვინდა. უშვებს M5-ს და ვითომ რაღა შეიძლება ადამიანმა გააძლიეროს, არაფერი არ შეიძლება, ყველაფერი იდეალურად აქვს რა და არც ველოდებოდი M5-ს, არც ვაპირებდი M4-დან გადასვლას, იმიტომ ვფიქრობდი, რა, იმის იქით რა და ვიღაცა იტყვის მე რა, Apple რა საკეთებს, Samsung-ს მიყვება და რაღაცები. ამ შემთხვევაში უფრო Windows-ის ლეპტოპები რაც არის 5%-ით იზრდება. გამოდის M5, არ ვიცი როგორ ახერხებს, 30%-ით უფრო მაგარი პროცესორი. ეხლა როგორ შედარებას გავაკეთებ, ნახეთ რა.
M5 რაც არის ჯობია M3 Pro-ს ეგეთი ჯერ არ ყოფილა, იმიტომ პროები არის ბევრად უფრო მაგარი და ვერასოდეს ვერ ჯობდა. კი M3 ძველია, მაგრამ პროა. M2 Max ჯობია გრაფიკაში. გრაფიკა მაგარი, გრაფიკა და პროცესორში 30% წავიდნენ წინ. ეხლა რაც შეეხება SSD-ს, ეს უნდა განახოთ. აი, ამის SSD-ს სიჩქარე. აი, ამის SSD-ს სიჩქარე. ორჯერ ჩქარ SSD-ს აყენებს და ნებისმიერ M3-ს, M4-ს გინდა Max-ზე ჯობია სიჩქარით. ოღონდ შენ თუ გაქვს M4 ტერაბაიტიანი, მაშინ არ ჯობია. აქაც ნახე როგორ გააკეთეს. M4-ს ოდესაც ყიდულობ უკვე 256-იან სიყიდი, 512-იან სიყიდი აღარ არის. ორივეში ორკანალიანი SSD აყენია და არაფერი ერთ და იგივე სიჩქარე აქვს. მას სიჩქარე ჰქონდა M4-ს 2800, 2900. მაგრამ ოდესაც შენ ტერაბაიტიან ვერსიას ყიდულობ, უკვე 4 კანალიანი SSD, 4 SSD მუშაობს რაიჩი. და თუ იყიდი ბაზა ამას სიტყვაზე ვთქვათ 256-იანს და იყიდი იმას ტერაბაიტიანს, იმ ტერაბაიტიანს მეტი სიჩქარე ექნება. ანუ რა გააკეთა? წავედით წინ, ორჯერ ჩქარი SSD, 30%-ით უფრო კარგი პროცესორი, 30%-ით კარგი გრაფიკა, ერთადერთი M4 Pro-ს ვერ ჯობია ვერაფერში, ჯობია მხოლოდ სიჩქარეში. ეხლა SSD სიჩქარე ძალიან ბევრ შემთხვევაში ძალიან ისეთ რაღაცას იძლევა, სიტყვაზე ვთქვათ რაღაცა დაამონტაჟე, ცოტა ჩქარა შეინახოს, აი კიდევ ვიმეორებ, გააჩნია ადამიანს რა ჭირდება. ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის M4, M5 სრულიად საკმარისია, იმიტომ რომ მანდ უკვე უნდა იფიქრო, თუ შენ რამე ძლიერს არ ამონტაჟებ და ყიდულობ Pro-ს ან Max-ს 3, 4, 5 საათით ნაკლებ ხანს ყოფნის ელემენტი. ანუ შენთვის თუ პრიორიტეტია ელემენტი, ამონტაჟებ ჩემსავით ვიდეოებს, რომ რაღაცა საოცრებებს არ აკეთებ, ჩვეულებრივი M4, M5 გეყოფა, Max-ი და Pro-სკენ არ გაიხედო. თუ ამას ამონტაჟებ სერიოზულს, მაშინ ყიდულობ Pro-ს, თუ კიდევ უფრო სერიოზულს ყიდულობ Max-ს. ვისაც თამაშები უნდა, ის apps არ ყიდულობს. იმისთვის არის ლეპტოპები და კომპიუტერები Windows. ასე რომ ვისაც M1 გაქვთ და 6 წელი არ შეგიცვლიათ, იმიტომ საოცარი ჩიპი იყო, პირდაპირ გადადით M5-ზე, იმიტომ M5-სა და M4-შიც კარგი სხვაობა. ვისაც M4 გაქვთ, M5-ზე არ გადახვიდეთ, თუ ფული გაქვთ, რატო არ უნდა გადახვიდე, მაგრამ ისე რომ რაღაცა საოცარს იგრძნობ, კი, ეს ყველაფერი უფრო კარგი პროცესორი, უფრო კარგი ვიდეო, უფრო კარგი SSD, კი, ყველაფერი მაგარია, მაგრამ ვერ შეატყო, თუ რამე ისეც არ აკეთებ და უბრალოდ გასართობად გაქვს ლეპტოპი. M2, M3 ვისაც გაქვთ, აუცილებლად შეცვალეთ, გადადით და პირდაპირ გადადით M5-ზე, იმიტომ ფაში დიდი სხვაობა არ არის და M4 თუ M5, ყველა ვარიანტში M5. რაც შეეხება MacBook Air-ს, M4-ზეა ჯერ გამოსული, M5 უნდა გამოვიდეს, M4 Air-იც მყოფნი და ყველაფერს ვამონტაჟებდი და ყველაფერში კარგი იყო და უნდა აირჩიო, ნახე რა განსხვავებაა, აი ეს ცოტა სქელი და მძიმე, თუ თხელი და მჩატე Air-ი. რა თქმა უნდა, Pro ჯობია, იმიტომ რომ უკვე გაგრილება უკეთესი აქვს და კულერები აქვს, იმას არა აქვს, მაგრამ ერთხელ არ გამცხელებია Air-ი, იმიტომ რომ რამე სერიოზულს მე არ ვამონტაჟებ. ასე რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი იყიდოთ, სანამ Max იყიდით, ამ ვიდეოს უყურეთ, იმიტომ რომ იმდენი ნიუანსია, შეიძლება ფული გადაიხადო და ისეთი იყიდო, რომელიც აი მაგალითად M2 და M3-ს დაემართა, ხალხმა ახალი მოდელები იყიდა და პირიქით, უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ასე რომ ვიმეორებ, ყოველ წელს Apple ეხლა უკვე ძალიან წინ გადადგმულ ნაბიჯს აკეთებს და ის რომ Apple არაფერს არ აკეთებს, გადახედეთ Windows-ის ლეპტოპებზე რა ხდება, წლიდან წლამდე მაქსიმუმ 5%-ით გაუმჯობესდეს.
თუ საინტერესო იყო ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ჩემი არხი და დღეს ვყიდულობ S26 Ultra-ს და მაგის დეტალურ აღწერებსაც შემოგთავაზებ, შედარებებს iPhone-თან, S25 Ultra-სთან, სხვა ტელეფონებთან. აბა, კარგად გრძანდებოდეთ.